ცოტა ბოდიში მომიხდია მუშაობ და ცოტა, მაგრამ ეხლა საშინელება ვნახე რა. ხო და ხაფანგს ზემურაჭაშიც ეგრე იჭერდნენ დათვებს რა. აი ძალიან ავნერვიულდი ეხლა რა. ავიცი ხა მე სადავარ ეგ სად ხდება და საერთოდ რატო უნდა ინერვიულოს კაცმა მაგაზე, მაგრამ აი ნერვიულობ რა მაინც რა და აი მას ვიცე გააკეთა სახე არ ჩანს, სახე არ ჩანს, მარტო ხმა და ის კადრები არის გადაღებული. ტროსებს უგებენ დათვებს, მარყუჟებს და ებმება შიგნი რა. მაგრამ რაჭაში მასე ტროსებს და ზემო რაჭაში უგებენ, სოფელს რომ მოეჩვევა და აწიოკებს უკვე რა. რო ეტანება საქონელს, ყანებს, აფუჭებს, ეს სადღაც ტყეში ვინ მისცა მაგის უფლება. ან შეიძლება იპოვა უბრალოდ ვიღაცამ, გააბეს ეს დათვი ტროსში, ეს მიდის. ეს საწოდავი თვალებზე ხელს იფარებს, ხმუის, ეს ესვრის, ეკაიფება. ადე ფეხზე ვიჩხუბოთ, შენი დედა მოთხან მე ვიღაცა ხარ რა. სისხლი არა გაქვს ბიჭო. სისხლი არა გაქვს, რაჯიში სახარ ბიჭო. საწყალი გაგორდება ეს დათვი ხმუის. მოკალი ქემაინც ნუაწვალებ, ან ვიდეო რამ გადაგაღებინა და რამ დაგადებინა მთელი მსოფლიოს ანახავად. შენი არა ადამიანი დედა მოთხან მე ვიღაცა ხარ რა. აი ისეთი გული დამეწვა, ეს საწყალი დათუჩია თო გდია და თვალებზე იფარებს, ხელს უყურებს, აი რა საშინელება გააკეთე. რა გააკეთე ეგ ბიჭო ვიღაცა ხარ. რა გააკეთე ბიჭო, ღმერთი საშველს არ მოგცემს ბიჭო, წადი ეკლესიაში ეხლა. შავბერად აღიკვეცე ერთი 10 წელი შავ ოთახში ჩაიკეტე და ილოცე, რომ შენ და შენ მოდგმას არაფერი არ დაგემართოს. ეს რა გააკეთე ბიჭო. როგორი ცინიზმით და იმით მოკალი ბიჭო ეგ დათვი, არ შეგეწოდა შენ დედა მოთხნულო შენა. ვიდეო დევს ნახავთ რა, იპოვეთ ეგ ნაბიჭვარი ეგა და ეგ კარაბინი ქონდა თუ თოფი გათხარეთ ფილტვებამდე რომ ამოუვიდეს რა. მაგ ნაბიჭვა